თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. ის რაც დღეს მიუღწეველი გონია, ხოლ შეიძლება შენი წარმატების საწინდარი გახდეს. რუბრიკაში იდეიდან საქმემდე ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებმაც მათი იდეა რეალურ საქმედ აქციეს. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა იდეიდან საქმემდე და მე მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია 16 წლის მოზარდი დავით ყულჯანიშვილი, ქალაქი ახალციხიდან და სწორედ მინდა რომ დავითის საქმიანობა, იდეები და სამომავლო გეგმები გაგაცნოთ, იმიტომ რომ მისი საქმიანობა უკავშირდება სოფლის მეურნეობას. მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის დარგები არის დაბერების სტადიაზე, საკმაოდ დიდი აღმოჩენაა ჩემთვის დავითი, რომელიც ამ მიმართულებით დაინტერესდა. მოგესალმებით დავით და მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის და მოხარული ვარ თქვენ გადაცემაში მონაწილეობას ვიღებ. დავით, მე როგორც ვიცი, უახლოეს წარსულში გაიარა მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ამ სასწავლო პროგრამას ახორციელებდა საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი, კავკასია, ახალციხის ოფისი და სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია ერთობა. რომ გითხრათ, რატო გადაწყვეტეთ ამ პროგრამაში მონაწილეობა და ამასთანავე მცირედი ინფორმაცია რომ მოგვაწოდოთ, რას მოიცავდა ეს კურსი. კი, უდაოდ მონაწილეობდი GBD-ის ერთობის ამ მოკლევადიან სწავლების კურსში. სამ კურსში გადაწყვეტე მონაწილეობის მიღება იყო ჩემი მიზნები. მიზნად ჰქონდა დასახული, რომ გამეკეთებინა პატარა ბიზნეს იდეა მქონდა, უბრალოდ რომელსაც განხორციელების სტატიაზე იყო. მჭირდებოდა საკმარისი ცოდნა, რომ წამომეწყო ეს ბიზნესი და ვფიქრობ, იდეალური საშუალება იყო ჩემთვის მიმეღო სოფლის მეურნეობის დარგში საბაზისო განათლება. უფრო კონკრეტულად რომ მოგვიყე, როგორ მიმდინარეობდა ეს სასწავლო კურსი, ანუ მარტო თეორიული სწავლება გქონდათ თუ გქონდათ საშუალება პრაქტიკაშიც გენახათ დღევანდელ ჩვენს რეალობაში ფერმერთა გამოცდილებები? უშუალოდ სწავლების პროცესში კი მართალი ხარ. როგორც პრაქტიკული სწავლება გქონდა, ასევე გქონდა თეორიული სწავლება. თეორიული ნაწილს რაც შეეხება საკმაოდ განსხვავებული სწავლების სტილი იყო, ხოლო პრაქტიკული ყველაზე მომეწონა, რადგან უშუალოდ ფერმერებთან მქონდა კონტაქტი და ფერმერულ ცხოვრებას, ასე რომ ვთქვათ, უეწყობოდით. და უშუალოდ ფერმერებთან ურჩებოდით 3 დღის განმავლობაში, სადაც ფერმერულ ცხოვრებას ვდიდით და მათ იდეებს, აზრებს და გამოცდილებას ვიზიარებდით. საკმაოდ საინტერესოა, იმიტომ რომ მსგავსი პრაქტიკა ალბათ დღევანდელ რეალობაში არ შემხვედრია, რომ საქართველოში თუნდაც იმისთვის, რომ ფერმერულ საქმიანობას გაეცნო და რაიმე სასწავლო კურსი გაიარო, უშუალოდ იმუშაო ფერმაში და იყო ფერმერის მარჯვენა ხელი. ძალიან კარგია. და მაინტერესებს გქონდა თუ არა მომენტები, როდესაც იფიქრე, რომ შეიძლება ეს შენი სფერო აღარ არის. შენ ახსენე, რომ თავიდან გქონდა იდეა, იდეის განხორციელებისთვის გჭირდებოდა საკმარისი საბაზისო ცოდნის მიღება, თუმცა როდესაც პროცესებში ჩაერთვე, იფიქრე თუ არა, რომ შეიძლება ეს უკვე ჩემი საქმე აღარ არის. სანამ პროცესებში ჩავერთვებოდი ესე და სანამ ამ კურსში მივიღებდი მონაწილეობას, მანამდე სულ ისეთი განცდა მქონდა, თითქოს აი ეს სოფლის მეურნეობა იყო არახიგიენური საქმე, მხოლოდ ასაკში შესული, ხან შესული ხალხი აკეთებდა ამ საქმიანობას და არც თანხა იშოვებოდა ამით. და რაში ვცდებოდი, ორი კუთხით და თვალით დამანახეს, მით უმეტეს ჩემზე იმოქმედა პრაქტიკულ ნაწილმა და კი იყო პერიოდი, როდესაც მქონდა ჩავარდნების მსგავსი, არ მქონდა საკმარისი ცოდნა, როგორც ვახსენე, და ეს პროექტი დამეხმარა, რომ მიმეღო ეს ცოდნა. და ალბათ რომ არ მიმეღო ამ პროექტში მონაწილეობა, ვფიქრობ ამ ბიზნეს გეგმას არ განვახორციელებდი. დავით, უფრო მეტად რო გვესაუბრო სტაჟირების ნაწილზე. შენ ახსენე, რომ ფერმებში გიწევდათ ცხოვრება, ფერმერების საქმიანობის, ასე ვთქვათ, ყოველდღიურობის გავლა, რო გითხრა, რა მიმართულების ფერმაში ვიყავი და ძირითადად რა საქმეს ახორციელებდი. ამასთანავე რა აღმოჩენები გქონდა აი ამ ფერმასთან დაკავშირებით? კი, რამოდენიმე ფერმერთან გქონდა ვიზიტი ადგილობრივ მწარმოებელ ფერმერთან, უმეტესად მეცხოველეობის დარგი მაინტერესებდა და უფრო ვიყავი
მეცხოველეობა დარჩი, რომელი ფერმერებიც მონაწილეობდნენ მათთან პრაქტიკაზე. ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ ჩემთვის იყო ქალბატონ ნორასთან ვიზიტი, რომელიც აკეთებდა ტენილ ყველს. უშუალოდ მივიღეთ ჩვენ ტენილი ყველის წარმოების მოდულში პროცესში მონაწილეობა და ეს პირველად მქონდა შეხება ტენილ ყველთან, პირველად გავიგე ეს ტენილ ყველი და დავწუნდი რამდენად განსხვავებული ყველია გემონური თვისებებით და ყველაფრით. ტენილი ყველი არის მესხეთის მარგალიტი. ერთ-ერთი გამორჩეული ნიშა, რაც შეიძლება სამცხე-ჯავახეთმა დატოვოს ტურისტული მიმართულებითაც და ისტორიულადაც და ძალიან მიხარია, რომ აი ამ პროცესებში აქტიურად იყავით ჩართულები. როგორ ფიქრობ, აი სოფლის მეურნეობის მიმართ შენი ინტერესი რამ უფრო მეტად გააღრმავა, მაშინ როდესაც ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან ნაკლებია? გააღრმავა აი კურსის თვითონ სწავლების პროცესის ნაწილმა, რადგან განსხვავებული სწავლების პროცესი ქონდა რა და თვითონ ფერმერებთან ვისთანაც ვიზიტზე ვიყავით. ევროპის უფრო განვითარებული ქვეყნების იმას მიყვებოდნენ გამოცდილებას იზიარებდნენ კი და უფრო აი ტექნოლოგიები ქონდათ დანერგილი, რაც ჩემთვის ახალი იყო და მომეწონა როგორ აი უფრო სამუშაოს იმსუბუქებდნენ ასე რომ ვთქვათ ფიზიკურ დატვირთვას და ანუ სხვანაირი კუთხით დამანახა მეურნეობა თვითონ. მე როგორც ვიცი, სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ თქვენ გქონდეთ საშუალება საკუთარი ბიზნეს იდეები სოფლის მეურნეობის მიმართულებით წარგედგინეთ და მცირედი დაფინანსებები მოგეპოვებინათ. უფრო მეტად რომ გაგვიზიაროთ თქვენი ინტერესი რა იყო, რა სფერო აირჩიეთ და ანუ ეხლა რა ეტაპზეა თქვენი ეს საქმიანობა? კი, ჩვენ საშუალება ქონდა დაგვეწერა ჩვენი ბიზნეს გეგმები, რომელსაც შემდეგ წარუდგენდით ერთობაში არსებულ ფერმერებს. ჩემი ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის საჭირო იყოს ორი გეგმა, რის შედგენაშიც თვითონ ჩვენი ტრენერები დაგვეხმარნენ. უშუალოდ მე ავირჩიე მებოცრეობა და რამოდენიმე პატარა კურსები გავიარე უცხოელი იუთუბერებისგან, ასე რომ ვთქვათ, სადაც მათ დანერგილი ქონდათ ტექნოლოგიები და სხვანაირი მიდგომები ქონდათ, ვიდრე საქართველოში ახლა როგორც აქვთ. მოვიპოვეთ ჩვენ დაფინანსება და ეხლა უფრო პირველ ეტაპზე ვართ, სადაც გალიებს ვაკეთებ რა ჯერჯერობით. რამდენად ინოვაციური და გამორჩეულია შენი საქმიანობა მებოცრეობის მიმართულებით? მე როგორც ვიცი, ჩვენ მანამდეც ვისაუბრეთ, სანამ გადაცემას დავიწყებდით, რომ ცოტა სხვანაირი მიდგომების გამოყენება გინდოდა, რაც შრომას შეგიმსუბუქებდა და მეორეს მხრივ ასევე გარკვეულწილად ნარჩენების მართვაშიც დაგეხმარებოდა. უფრო მეტი დეტალები რომ მოგვიგეთ. კი. უშუალოდ მე მეხორცული ჯიშის ბოცვერი შემოყავს, რომელიც დღესდღეობით ბაზარზე ცოტაა. უმეტესად პატარა ფერმერები არიან, ფერმერებიც არა, ადამიანები, პიროვნებები, ვისაც ოჯახისთვის უნდა ბოცვერი და ბოცვრის ხორცი. და ფიქრობ ჯერ არ აღიქვამენ როგორც დარგს მებოცრეობას და არ არის განვითარებული საქართველოში და მინდა ამ დარგის განვითარებაში წვლილი შევიტანო, რადგან ძალიან ისეთი განსხვავებული დარგია და შრომაც ნაკლებია საჭირო დროც და მომგებიანი ბიზნესია ჩემი აზრით. ნარჩენებს რაც შეეხება, ვაპირებ დამატებით სასუქი ვაწარმოო, რომელიც საშუალებას მომცემს, რომ ბუნების განვითარებაში, ასე რომ ვთქვათ, წვლილი შევიტანო და სიკეთი გავაკეთო, ასე რომ ვთქვათ. ანუ რეალურად შენ ბიოსასუქის წარმოებასაც იწყებ, რაც შესაბამისად ნიადაგის დაბინძურებას ნაკლებად მოახდენს, ან საერთოდ არ მოახდენს. ძალიან საინტერესო იდეები გაქვს და მინდა გკითხო, აი, უშუალოდ სასწავლო კურსი რაში დაგეხმარა შენს ბიზნეს იდეებთან დაკავშირებით? სანამ უშუალოდ კურსში მივიღებდი მონაწილეობას, მქონდა ეს ბიზნეს იდეა, როგორც ვახსენე, უბრალოდ არ ვიცოდი როგორ განმეხორციელებინა. ტრენერები უშუალოდ დამეხმარნენ ბიზნეს გეგმის დაწერაში, ბაზრის კვლევაში და დამატებით რამოდენიმე ადამიანმა გამოთქვა სურვილი, რომ დამხმარებოდა. ანუ კონტაქტები გავიჩინე და ძალიან კაი საშუალება იყო ეს ჩემთვის უშუალოდ დამატებით ფინანსურადაც დამეხმარნენ
და ვფიქრობ უკვე განხორციელების ეტაპზეა ჩემი ბიზნეს იდეა. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას როგორ აპირებს შენს საქმიანობაში, იმიტომ რომ რეალურად დღესდღეობით ბიზნესების უმეტესობა მაინც სოციალურ ქსელებზე დგას და რაღაცა სხვანაირად ახდენენ თავიანთი საქმიანობების რეკლამირებას. უშუალოდ მე სხვანაირი მიდგომები მაქვს, აი საფრანგეთში არიან დიდი მებოცროები და მათ გამოცდილებას ვიზიარებ. ვფიქრობ, რომ ჩემი პროდუქტი სრულიად ბიო უნდა იყოს, არანაირი სტიმულატორები და არაფერი არ უნდა გქონდეს, ფოსფორის ხორცს უშუალოდ და წარმოების მოდულს რაც შეეხება, ისე მაქვს დაპროექტებული ეს გალიები, რომ მიწასთან კონტაქტი არ გქონდეს, რაც შემდგომ ნაკლებად დაავადებების გავრცელებას შეუშლის ხელს რა. ხო, რაც შეეხება online ქსელებს, დღესდღეობით როგორც ვახსენე, პატარა ფერმერები არიან, ვინც რეალიზაციას ახდენენ ფოსფორის ხორცის, მაგრამ არ არიან ძალიან აქტიურები online ქსელებში. ჩემი მიზანი არის, რომ online ქსელებში, რადგან უფრო მოზარდები დიდ დროს ატარებენ, ვფიქრობ, რომ პატარა мотиваციის წყარო იქნები, ასე რომ ვთქვათ, როდესაც დაინახავენ, რომ ახალგაზრდა, რომელსაც სურს, რომ პატარა ფერმა წამოიწყოს ასეთ ასაკში, რომელიც არ შეუშლის სწავლაში ხელს და პირიქით სტაბილურ შემოსავლის წყარო დაქცევს, ვფიქრობ, პატარ-პატარა ვიდეოებით ყოველკვირეულ სადაც უშუალო წარმოების მოდულს დავდებ, უფრო თვალსაჩინო იქნება მათთვის და мотиваციასაც მიცვენ ვიმედოვნებ. და აი ვინც უფრო მომხმარებელს ნაწილს რო შევეხოთ, თვალსაჩინო იქნება მათთვის ჩემი პროდუქტი როგორი იწარმოება, როგორი ჰიგიენაა დაცული და განსხვავებული მიდგომებიც რომ აქვს ისიც. და მე მახსოვს ჩვენ საუბრებში ახსენე რომ აპირებ ჩელენჯის გაკეთებას. იმისთვის რომ შენ მომხმარებლებს დაანახო, რამდენად სასარგებლოა ფოსფორის ხორცი და ამასთანავე პოპულარიზაცია გაუწიო მის მოხმარებას. ამაზე რო გვესაუბრო? კი, ბაზარზე ახლა ცოტა ფოსფორის ხორცი და ხალხსაც არ აქვს დიდი ინფორმაცია, რამდენად სასარგებლოა ფოსფორის ხორცი. და ვფიქრობ, რომ პატარა ჩელენჯი გავაკეთო, სადაც ერთი თვის განმავლობაში ხორცის სახეობებიდან ვიკვებები მხოლოდ და მხოლოდ ფოსფორის ხორცით. წინასწარ ანალიზებს გავუკეთებ და დასრულებისას და უფრო თვალსაჩინო იქნება რა შედეგს მომცემს, ასე რომ ვთქვათ, ჩემთვისაც გამოუწვევა იქნება, ასე რომ ვთქვათ. მე როგორც ვიცი, შენ რა თქმა უნდა გეყოლებიან მხარდამჭერები ამ საქმიანობაში და რო გითხრათ, ვინები არიან შენი ეს გულშემატკივრები? ანუ ერთ-ერთი გულშემატკივარი მე ნამდვილად ვარ. ამ გადაცემის მერე უფრო მეტად. კი, უმეტესად მშობლები პირველ რიგში დანათესავები, რომლებიც გვერდში მიდგანან და ყოველ წამს სად არიან რომ დამეხმარონ და GBDC-ის ამ კურსის განმავლობაში გაცნობილი ფერმერები და თვითონ ტრენერებიც, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ რომ მხარში დამიდგნენ და გაჩენილი კონტაქტების საშუალებით კი უკეთესად ჩემი პოპულარიზაცია შევძლებ ჩემი პროდუქტის და ვფიქრობ ძალიან დამეხმარა ეს კურსი. როგორ ფიქრობ, აი 5 წლის შემდგომ, როგორი იქნება შენი საქმიანობა? ამ დარგში ამ დარგშიც და სამომავლოდ ვიმედოვნებ, რომ წარმატებული იქნება და მინდა რომ წარმატებები გისურვო, აი როგორ ხედავ განვითარების პერსპექტივას? ვფიქრობ, უფრო ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, სულ ახალს ვეძებ, ახალი ჰობები შეძენა მიყვარს და ვფიქრობ ამ ფოსფორის ფერმით შემდგომ 5 წელში ანუ გავზარდი ფერმას და შესაძლებლობა მექნება იმედია, რომ დაინტერესებული ახალგაზრდებიც დავასაქმო და დამატებით დავეხმარო პატარ-პატარა ბიზნესის ნაწილებში რა. და ვფიქრობ, რომ რამოდენიმე ბიზნესი მექნება და აუცილებლად დამატებით დავამატებ მეცხოველეობის დარგში კიდევ რაიმეს გამართულებს. და როგორ ფიქრობ, შენს აი ამ საქმიანობას რა გავლენა იქნება ჩვენი რეგიონისთვის? რეგიონისთვის და იმედი მაქვს მთელი საქართველოსთვის, რადგან
და ალტერნატივას ვთავაზობ ხორცის, რომელიც ბევრად სასარგებლოა, ვიდრე საქონლის ხორის და ქათმის ხორცი. ამით მით უმეტეს ჩემი საქმიანობით და მიზნებით ვფიქრობ, უფრო თვალსაჩინო იქნება მოსახლეობისთვის ჰიგიენა, როგორ ვაწარმოებ ამ პროდუქტს და სანდოობას მოვიპოვებ, რის შედეგადაც ამ პროდუქტის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობ რა და ვფიქრობ გაჩნდებიან რამოდენიმე ფერმერები კიდევ დაინტერესდებიან კონკურენტებიც გამოგიჩნდებიან ამ მიმართულებით. ვფიქრობ თავდაპირველად თუ შესაძლებლობა მექნება მე თვითონვე დამეხმარო მაგ პატარა ფერმერებს, ვისაც სურთ რომ ბოსველი მოიყვანო და მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი ალბათ საკმაოდ დიდი გავლენა რაც გექნება ეს იქნება ახალგაზრდებისთვის იქნება მოტივატორი. იმიტომ რომ საკმაოდ იშვიათია საქართველოში ნახო ახალგაზრდა პიროვნებები, რომლებიც ესე მიზანმიმართულად სოფლის მეურნეობის დარგში ერთვებიან და ძალიან მიხარია. და აი ბოლოს რა შევაჯამოთ, რას ეტყოდით ახალგაზრდებს? ახალგაზრდებს ვეტყოდი რომ აი რაც შეიძლება ყველანაირ ასეთი კურსი იქნება თუ რაღაც აქტივობა ყველაფერში ჩაერთონ და ყველგან ცადონ თავისი თავი იქნებ დაინტერესდეთ ეს პროცესი მით უმეტეს როდესაც არ აქვთ არჩეული პროფესია საჭირო არის რომ ყველა დარგი ცადო ჩემი აზრით სამ შენ თავს იპოვი მაგ სფეროში ვფიქრობ რომ ონლაინ ქსელები თავიანთ შესასიკეთოდ გამოიყენონ ვინაიდან რადგანაც მე მოზარდი ვარ და დიდ დროს ვატარებ ონლაინ ქსელებში ვფიქრობ რომ შესაძლებლობა ეცემათ მათ რომ პოპულარიზაცია გააკეთონ თუ ბიზნეს დაიწყებენ რა თქმა უნდა და უახლოეს მომავალში თუ კიდევ GBD-ის ერთობას ქონდა ეს სასწავლო პროცესი აი დიდ რეკომენდაციას ვუწევ ვფიქრობ რომ იქ იპოვით თქვენ თავს სოფლის მეურნეობის დარგში რა აი სწორი კუთხით დაგანახებენ რაც მთავარია სოფლის მეურნეობას აი დღესდღეობით მე როგორც წარმოადგენაც მქონდა მეურნეობასთან იყო რომ არაჰიგიენური საქმიანობა იყო ასაკი ქონდა ასე რომ ვთქვათ და არ მქონდა სურვილი და სრულიად შეიცვლიან თუ მით უმეტეს უფრო განვითარებულ ქვეყნებში არსებულ ფერმერებს აი YouTube-ის საშუალებით დააკვირდებიან მათ და ისწავლიან თან მით უმეტეს როგორც ვიცი ამ ორგანიზაციებს აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება ფრანგულ ორგანიზაციასთან და მათ პრაქტიკებს იზიარებენ და ცდილობენ რომ ეტაპობრივად მეურნეობებში რაღაც სიახლეები შეიტანონ იმისთვის რომ მეტად გაძლიერდნენ რეგიონის ფერმერები და უშუალოდ ფრანგთანაც ქონდა ჩვენ კავშირი რომელიც გვეხმარებოდა ჩვენ ბიზნეს იდეების განხორციელებაში და სხვათა შორის საფრანგეთში მებოცრეობა გავრცელებული დარგი არის და ერთ-ერთი წარმატებული დარგი იქნება. რაღაც რჩევებიც მივიღე მისგან. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა, მინდა წარმატებები გისურვო. მინდა 5 წლის შემდგომ, როცა შევხვდებით არა მარტო მებოცრეობის მიმართულებით, არამედ უკვე სოფლის მეურნეობის სხვა დარგებიც გქონდეს ათვისებული და საკუთარი თავი იპოვო უფრო მეტად აი ამ მიმართულებით. და მე კი გემშვიდობებით, შევხვდებით შემდგომ რუბრიკებში. გადაცემა მომზადებულია ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადანეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე.